550,000 ლარი, ერთი სარეკლამო სტრატეგია, ერთი გაყიდვების არხი, სწორი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და 3277 სეილი. ამას ვაკეთებდით ერთი ბიზნესისთვის სულ რაღაც ორი მარკეტინგული ხრიკით. ერთი ტრაფიკის კამპანიით და მეორე მესიჯების კამპანიით, ანუ DM-ის კამპანიით. რა ხდებოდა ახლა აქ აუდიტორიასთან? როდესაც ჩვენ უშვებდით ტრაფიკის კამპანიას, double pass-ად ვაწონებდით და ვანახებდით ჩვენს პოტენციურ კლიენტებს, და უყვებოდით ჩვენს ბიზნესზე. ვანახებდით ჩვენს პროდუქტებს, მოვიპოვებდით trust და სხვა დეტალებს. ხოლო კი ამ double pass-იანი აუდიტორიის მოპოვების შემდეგ უშვებდით რეტარგეტულ რეკლამას იმ კონკრეტულ ხალზე, რომლებმაც დაალაიქეს, დააკომენტარეს, გააშიარეს ან რაღაც 3 წამზე მეტი უყურეს ჩვენ ვიდეოს და ხვდებოდათ უკვე ჩვენი ოფერი ვიდეო, სადაც უკვე კონკრეტულად რაღაცა X პროდუქტს თავაზობდით, რაღაცა კონკრეტულად X ლარად, 40 ლარად დაუშვათ. ამ კონკრეტული სტრატეგიით ჩვენ ჯობნით ბევრად ჩვენს პოტენციურ კონკურენტებს, რადგან ჩვენივე აუდიტორიას ვაწონებთ თავს დასაწყისშივე და არ ვნადირობთ კონკრეტულად იმ ხალხზე, რომელსაც იმ წუთას რაღაცა კონკრეტული ჭირდება. ეს გვეხმარება სწორად და მარტივად, უпростоრად გაუმარტივოთ ჩვენი sales teams, რომელიც ჩატში უშუალოდ ზის და ხურავს ამ კლიენტებს და არ უწევთ მათ დაძალება, რომ რაღაცა მიყიდონ, მარტივად იხურებიან ყველა კლიენტები. Customer acquisition cost-ი ბევრად დაბალი არის და ზოგადად კონვერსიის პროცენტიც ბევრად მაღალი არის სხვა ბიზნესებთან შედარებით. თქვენც თუ გაქვთ ბიზნესი, რეკომენდირებულია რომ იგივე სტრატეგია გავაკეთოთ, ანუ ტრაფიკის და DM-ის, რადგან ზუსტად ამ მიდგომით მინიმუმ ერთ თვეში 3-ჯერ და 4-ჯერ მეტ გაყიდვას გააკეთებთ, ვიდრე აკეთებთ ახლა.